დედო ადექი შვილო რეისი დაგავიწყდა რასაბო ქალო რა რეისი მაქვს არა რეისი არა გაქვს მაგრამ თუ რეისი არა გაქვს არ იღვიძებ და აი მაგიტომაც მოგატყუე კარგი რა დედი კარგი რა იგეთ კარგ სიზმარს ავხედამდი იგეთი გოგო მყვანდა გამოჭერილი აი ანგელოზის სუფთან არა უშავრა კიდევ დეგე სიზმრება შენ მაგის მეც მაინც არაფერს არა ნახულობდა ო არა მაიტაბავ ცადოეთი ადექი შვილო გაიარ გამაიარე მაინცა სიარული ხვარდა გავიწყდა ჰა დამაცავ ფიქრობ ჯერა მე აი ეგრე გადმოგებნება აზრები არა ადექი შვილო დილიდან მიდექ მოდექი იქნება მართლა აგიხდეს ის სიზმარი და ვიღაცა მართლაც გამოჩნდესა ჩვენ კარებზე რჩეული ჰა ადექი გონია მართლა მოგადგა კარზე და ღია მობძანდით ჩედან ბედრაუნდა დამეტანი დიდი ბოდიშით პატიცემულო თითილოკაშვილები მაგრამ ჩვენ თითილოკაშვილები არა ვართ სხვაგვარისანი ვართ ხო იყოს სხვა რამე ლოკაშვილები კი არა და სხვაგვარი შვილები მაგრამ მოკლედ ბატონ მიხოსთან მაქვს საქმე ამიტომ დაგადექით დილიდან ადექი შვილო ადექი აი სტუმარი მობძანდა და შენი ნახვა უნდა ადექი მე რა თუ ნაუდგე ქალო მიხოსთან აქ ადამიან საქმე ან კიდე რა გაგვირებს ყრუკი არა ვარ მიხოს გასაგონათა ყვირი ვარ შვილო დიდი ბოდიში თქებოდო ეთერი მაგრამ მერიდება ახლა დილიდან რომ აგიტეხეთ ეს ფაცაფუცი მაგრამ აუცილებელი საქმე ბატონ მიხოსთან მობძანდით მიგელ გინეცალი ჩაის ხომ არ მიიტბებთ ნამეტანი კარგია ჩაი დილით მაგრამ მერიდება რომ შეგაწუხოთ კაცო შენა ჩამოყალიბდი გაიგე ჩაი გინდა თუ არ შეგვაწუხებ არა არ მინდა ახლა რომ შეგაწუხოთ თორემ დილის ჩაი მისწრება აკაცო ჩაი როგორ არ მინდა რომელ ნორმალურ მეგრეს არ უნდა დილით ჩაი მე ფერვერ გავიგე მე შენ მიდი დედი დაარგი ჩაიდანი და ეხლავე მოგართმევთ შვილო ეხლავე ბოდიში თქებოდო ეთერი მაგრამ მერიდება ახლა დილიდან რომ აგიტეხეთ ფაცაფუცი მაგრამ მიხო მართლა მაგარი საქმე მაქვს ადექი კაცო გაიღვიძე აი უხარ ამდილი ლომთენია კაცო სტუმარია მოსული იგე აუ დრო და ხაში მაკაკა სტუმარია მოსული მოგელის ხმარი მოგელია მოსული ნორმალურ მეგრეს არ უნდა დილით ჩაი მოგელი ხმათოა იდიემიზა შენა მოგელი იქნება ლოგიკურად მა ეხლა მაგი პაროდისტები მაკლია ეხლა ვიდი გაიხიდე ერთი ნეტა რა უნდა მე რა ვიცი რა უნდა კაცო მესიჯი არ მოუწერია ჩემთვის და არაფერი მოგწერა და გადაგაბამდით ერთმანეთსა ვიდი გაიხიდე ერთი ვიდი ო დგები იგივ დგები სუფრაგაშალი და კაი რაღაცები და ყარემანდათორე ხალხში იციან მაგათმა წამოძახე ეგე ჩუბილ ზაღალია ეგა ო დგები და შენ წადექი ეხლა მიხო ეს მაგს არა ზინა ხო იცი ო ეს მაგ თვარადი და მე ხომ ზინა მაგიდე დავატირე მიდი ჩემოჩი თუ გრიტო გახილი და გააკიდე ой შეგენა ცოლე თამთამაო ვაიდე დავატირე გავიძები დრო იყო ვითომ არის მის ახლა იქა მაროსა ამდენი ხანის ძინავს არის მის ვითომ აკრო სტუმარი ხავსა ბიჯო მოგე მოიყე აბა ერთი ტუნიკათ რა საქმე გაქვს ეგეთი რომ უზმოზია აუცილებლად მოსაყოლი რა რა მოუყვა კაცო რაცა უნდა შენ არა თქვი რომ საქმე მაქვს მე ბატონ მიხოსთან მაქვს საქმე ბატონ მიხოსთან რა არის იგეთი რომ ეხლა ჩვენთან არ მაიყოლება გამოვა მე მიხოც ხო და დაველოდოთ ბატონ მიხოსთან რომ გამოვა მე ვიტყვი კაცო ორჯერ რომ არ მომიწიოს მე მოყოლა ორჯერ და მოუ არა მეგრელი და სიტყვა ძუნწი პირველად ავნახე რა იყო ჩაგიტარე კახელებმა მასტერ კლასი კარგი ჰა დაველოდოთ
გამოვა მარასიზმს. გამოგზავნა მერცხალი. გამოგზავნა რაშიაო საქმეო. დილამშვიდობის მოგელი როგორ ახარ გენაცა? დილამშვიდობის ქალბატონო მარო. მიხედე საუზმე შვილო, მე დავიღალე. დიდი ბოდიში თასი ადრე რომ შეგაწუხეთ, მაგრამ ბატონი მიხოს ხომ არ გაუღვიძია ჯერ. კი, გამოვა მაგრამ ვიწავს უკვე, კი, დავძამდით. აგე ჯერ პაპამის დელაპარაკება და მეორე გამოვა, მაგრე იც მაგან. ვისათიე? პაპამის. პაპამის? კაცო, პაპა ის არ არის კაცო, ჩვენ რომ ბაბუას ვეძახით, ბაბუას. ხო, ეგ არის. მე ის დიდი ხნის გარდაცვლილი არ არის? ბიჭო, მამის მინე კი არის გარდაცვლილი, მაგრამ ჩვენთან ეგრეა ძმაო. აგე მიხოთ თავი პაპაი ელაპარაკება, ეთერა მამა ჩემ გოგია აი. პირდაპირ ხაზი არიან გასულები იქა. შეროა ემა თუ სმინო. სულ გამოგდებები. სიტყვები. თედო. მე შენ ვერავინ ვერ ნახე კაცო რომ ელაპარაკო იმ ქვეყნად. მოიდა თავიდან მამაწყვიტე რა. მე ძმაო ცოცხლებთანაც მეზარება ლაპარაკი რა. შეგი რა გამოდის კაცო? შეგი ბატონი მიხო მკვლევსაც ელაპარაკება. თედო. თუ მკვლევს ელაპარაკება მე მაშინ კიდე მქონია მაგასთან საქმე. მეორე. თქვენთანაც ბატონო ეთერი. არ შეიძლება რომ მიხოს ბაბუა მან თქვენმა ცხონებულმა მეუღლემ ჩემი ცხონებული ბაბუა რომ მოიკითხოს კაცო ოტელომანია. უიმე. პაპა შენსა ოტელო ჰქვიოდა? კი. რა კარგი სახელია. მე რათ არ დაგარქვეს ოტელო? რა ვიცი კაცო მე? რა ვიცი მე? მამა ჩემს უთქვამს რომ ოტელო ძველმოდური სახელი არისო, ძველმოდურიო. და დავარქვა თუ მოგელი დავარქვა თუ მოგელიო. და დაგარქვეს მოგელი, ოტელო არ დაგარქვეს, დაგარქვეს მოგელი. ხო, რა იყო მე? არაფერი რა უნდა იყო, წამო რა დავიბანოთ ხელპირი და გამოვა მიხოც, მაგრამ შენ გამოძადე მანამდე რა. მართალი ხარ შენ. დავიბანოთ კაცო ხელები, მე სისუფთავე მიყვარს კაცო სისუფთავე. აბადი დაუბანელი ჭამა ვის გაუგია კაცო, მე ის კი არ რა ქვია იმას, რა ქვია იმას. ბინჯური. წამო, კარგი, წამო, რამდენი ლაპარაკი იცი რა. ერთი კითხვა მაქვს შენთან ჯიმა. რა გინდა? ხელსაქმეში როგორი ხარ შენ ხელსაქმეში? რა გადროე ჩემი ხელსაქმეა, ბიჭო, 6 ცოლი მყავ გაშვებული. უიმე, შენ საწახვედი კაცო, შენ სხვა რაღაცებს ფიქრობ. მე გეუნები ხილობა თუ იცი და მე ხილობა. შოფრობა ვიცი. ხისთავების აწყობა, კედლის შეღებვა და იგეთები არ იცი? არა ძმაო, მაგეებში მე ვერ გამოგადგები ძიაო. რომცა გიწყო, ისევ თავიდან ასაწყობი გაგიხდი. ეგ რამე წაღება, წამოღება, წაყვანა, წამოყვანა თუ გინდა, იაფარ ჩემი თავი შენ გენაცვალ. ეს კი ვიცი, მაგრამ მე პირველ ეტაპზე ახლა ეს პირდება. კაცო, ხა? ბოლო გამაგებინე რა გინდა. რამიდა და ზაბოდი ადგებოდა ბატონი მიხო და გეტყვი იქ. ვაიმე, მოკლედ ხიჩკოკი არ აიძაბამს თავისი ფილმებით ხალხს აიგრე, როგორც შენ მე მძაბამ რა. მიდი შეიწყი პირზე წყალი და შამო, ხა? ისე მეგრელებს მწარეები უყვართ შვილო და როგორ სულ გვავიწყდება? მე იგე ციცაკები მანდარი და ჩაიყაროს კაცო, მე რა ვიცი მწარეებისა. და ეხლა ჩაიშიათ იყრიან? ისე მწარეებზე გამახსენდა შვილო. აციალა ნეტა რა საშლება როგორ ექცევათ ჩვენ შვილიშვილს არ უნდა წავიდეთ და არ უნდა ვნახოთ. ჩვენ რო დავინახავს გაინაზება, ხო? მე მაინც შევატყობ. ეგეც არ იყოს კაცო, ხო არ უნდა ვალაპარაკოთ მართ რა ის ხალხი რომ აი შვილი არ უნახია თუ გადავიდეთ, ავიღოთ ერთი ბამბანერკა და წავიდეთ. წავიდეთ. აი კაცები დავსვათ საჭველად და მემრე. კარგი წავიდეთ. იარაღი ხوار წამოვიღო. ხო არ გაიგიჟდიო. მაშინა ვადა გასული ბამბანერკა მაქვს და უყუროთ აი წვალებითა როგორ წავლენ იმ ქვეყნათა ბაკურა და ციალა. კარგი რა, ხო იცი რომ არ მიყვარს ეგეთი ხუმრობა. თაკიდენე სულ მგონია რომ არ ახუმრო. რა ვიცი აბა, რა ვიცი. რა ხდება, არ გამოსულა ბატონი. აცადე ბიჭო კაცი, რა ცადე? თურმე წინაბრებს ელაპარაკება კაცო ის კაცი. მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი?
ისა აქეთ გადმოსული სააქაოს თუ ბატონი მიხუარი იქეთ გადასულია? აი, შენ თქვიანად იყავ თორე გამოიყურებ მარონ რაღაცა. იხუმროს, კაცო, იხუმროს. მე მიყვარს როცა ხუმრობე. არა, კალბატონო, მაგრამ ეს მე მეგობრულად ვიხუმრე ის მეგობრულად. დაბრძანით, მიირთვით, გადაიღეთ რამე. ისე კარგად გამოიყურება კაცო, ყველაფერი რომ სულ ნუ ამდგარა მიხო თუ უნდა. არა მე ისა თქვი რომ შევაწუხოთ მეთქი ბატონი მიხო. იყოს ხო ჯერ რა შევაწუხოთ? ჯო ახლა რაღაცა უნდა კითხო, გაიგე შენა პაპი და ეგრევე პასუხი არ გამცეიცოდე შენა, გაიგე? ცოტა იგრე რა, ახლა გული არ გამიხეთქო. ჯო, მე როგორც მახსოვს, შენ ამბობდი რომაო, მყოლიაო, მეგრელი ძმაკაციო. ეგრეიო. უფრო ერთად ვიყავითო, ისაო, ბერისი ერთად ჩაველითო. ო, ეგრე მახსოვს, თუ ეხლა არ ამღალატობს ასაკის ამბავია, გაეშენა. ხო და მე აღარ მინახავს ვიგ დარჩაო. ეხლა აქედან გამოიტანო დასკვნა რომ ეგენი საერთოდ რომ მიდიან იქ არ ჩემიან. ხო ეგრეა. ეგრე გამოდის. ეხლა მე კაცო რაღაცა უცნაურობით მე წავყავ ერთი მეგრელი ძმაკაცი ვენაცვალე მაგას. არა, კარგი კაცია, გაიგულის პატრონია, განაცუდია, ეხლა 2 დღეშია სწავლა კაცო. ჩემს იდესა ქორწინით ვინ ცეკვა. ხო და ეხლა მე მაინც ამონია ეხლა მოსული რო არის რაღაც საქმე მაქვს, აგი ჩხავის აქა. რამე ჩათრახობა არა იქონდეს გუში. არა, ეხლა მთლად ეგრე ვერ ვიტყვი, გაიგე შენა. შეიძლება საერთოდ იგეთი საქმე აქვს, რომ ჩათრახობა არაფერ შუაში არა და ტყუილა ვიძახი ამასა. ბიზნესის ამბავი შეიძლება იყოს. ეხლა ეს ბიზნესი მე ფეხებზე მკიდია საერთოდ, გაიგე, მაგრამ აბარი თვინ არის მაშინ მოსული? მართალი ხარ ხო? რას ამარჩივრობ, გავიდე და ვკითხო. კარგად ვარ მეც არა. დაგიჯერე პაპი. კარგად ვარ. დედა ბიჭო, რა ზინავს ამ კაცს მისთან, აჰა? მიდი ბიჭო, დახედე თუ კაცი ხარ იქ ხომარ და ჩაი ბაბუა მისთან იქ ვიყედასე. მიდი. ჯვარი წერია ბიჭო, რეებს აილაპარაკობ კაცო. ხო. მიხო! მიხო! ემია შენის რა გაყვირებს ერთი ვერ გავიგე. რა დამაფეთი ამ დილაუთენია, ჰა? გაიცა ერთი რა. დაფეთებულისა შენ არაფერი არ გეტყობა. ჩემი იკითხე რომ შამამი ვარ და დილაუთენია ლოგინში. დედა მოა, რა მოგელავ, როგორ საქმე, როგორ ხარ, ჰა? ამ დილაუთენია რა დაგვაცხირი თავზე. მე ვალე მაღალი აგაწუხეს. საიდან იცი რომ მევალეები მეძებენ? არა კაც. რა შუაშია მევალეები, სად ყავს მევალეები? აი მაგრიმილზე გეტყობა, ვისაყავ მევალე და ვისარა. მიდი მოიყეცი რა ხდება და რა შეასაკმე გისმენა. რა მინდა იცით? ო ბაბა. ერთი პატარა ბიზნესი იდეა მაქვს და მინდა გაგიზიაროთ. მიდი გამოვუშვა. მე არ ვიცი ახლა თქვენ აქ რამდენად დაკვირვებულები ხართ ამ სოფელში, მაგრამ მარტო ერთი მაღაზიაა კაცო. ერთი მაღაზია და ისიც მოტიზაურესი. კი ბატონო. კი ბატონო. ო, არა ბიჭო. მართლა ჟმოტია ეგა, ხო იცი? ნისიათ კი არ იძლევა არაფერი. მარტო ჟმოტი რომ იყოს. რაღა უჭის მიხოს ვენაცვალე. ესე იგი ამ რამოდენიმე დღის წინ. ო. შპროტი ვიყიდე კაცო, შპროტი. მე ხო და ისე ცუდად გამხადა რომ ახლა სავთექი უნიტაზიდან. თუ მათმეთყაი, ო, ეგა. ხო და სანამდე უნდა იბოგინოს ამ მონოპოლისტმა ჟმოტიზაურიმ. ამიტომ გადავწყვიტე თედაშვიდაცვალე პატარა მარკეტი გავსლე პატარა. საუკეთესო პროდუქტებით და მაღალი ხარისხის მომსახურეობით კაცო. მიხო. მე მგონი კარგი იდეაა, რა სიტყვი შენ, ჰა? კარგი იდეა არის, მაგრამ მე რაზე მომიყვედი აქა, ჰა? აი ამ სოფში ვერაფერი ვერ გავხსნი, ახლა მაგიტარე უმიზნებ შენა რაღაცას. დიდი აგი ნივას მოგცემოთ, ყოლა შეუნა გამალიდო მაკედანა. არა, ბატონო მიხო, როგორ გეკადრებათ? მე მაგას აქ როგორ ვიკადრებ კაცო? აი შენ ბატონო მიხო, მე ადგილი შეჩეული მაქვს. სადა? სადაც სოფისეთში. შოგბენზარი. ხო და თავიდან ჭიდება თქვენი პატარა დახმარება რომ რემონტი გავაკეთო პატარა.
დედა დედა დამანებენ თავი ეხლა დამანებეთ კარგი ეხლა ხო გაჩერდი ხო ცოტა ხანი მე არ გეწევი ვერ ხედავ დაიცა აბა გაჩერდი მაშა აი ძახლებსა და მოყვრებსა აი ეგეთი ნამცხვრის უნდა დახვდე თითქოს აი მკვახე ხურმა მეჭამოს აი ეგეთი პირი მაქვს დაიცა და თუ არ მოგწონდა მესამე ნაჭერს რაღაც იღებდი ეთო რო არ მოწამლულიყო ის ბაკურა კიდე როგორ იჯდა აი თითქოსა მევალები მივადექით სახშია მოიწყინა ქალებში კაცო ეგ თუ არა ქეიფობს ისე ხო იცი რომ ვერ ერთობა და უჟმური ეგა აი მე ხო შემყურესა მე უჟმური რო გამიკვირდება კარგი რა დედა თავარია რომ ეთო ბედნიერი არის და ზედმეც არავის გააბედნიერებს მე ერთი გაუბედონ და მე ვიცი რასაც ხიზა რა იცი რო არ უბედავენ მე რა ვიცი მე რემონტის რა ჩემ ფერები ვიცი ახლა მე დიდი შემოვალ მე მრედე გეხმარები როცა გავხსნდა რაღაცები ვიყიდი რა ყველი იქნება ძნელი იქნება რა ხო აბა რავი აბა მე ჩამოვალ ხოლმე მე და ვიყიდი მეც რაღაცები აბა მეტი რა გითხრა რაღაცო მე მაგას როგორ გაკადრებ თქვენ მარაგინა მე თქვენგან რჩევები მაინტერესებს რჩევები რისა ვისა და ვინ ავიყვანო სამსახურში ვინ პატიოსანია ვინ უზრდელი ვინ წესიერი ვინ კოხთა და ვინ ლამაზი ასე რომ ვთქვათ ბიზნეს კონსულტანტებად ჭიდებით მე თქვენ ბიზნეს კონსულტანტებად აბა რას ჩემი თავი გენაცვალო ძმაო ეგ აქ არა ვარ ჩემი თავი გენაცვალო რა ეგ თეთო აქ არ არის ვაი თქვენ გენაცვალეთ კაცებო ისეთ მაღაზიას გავხსნი მიხოს ვენაცვალე ისეთ მაღაზიას რომ გუჯანიდანაც ჩამოლენი ოი რა გუჯანიდან ეგენი არ მომაჩვია კატორი შენი მაღაზია სუმეღებზე დავიკიდე იქნება დაუბრახონოლი მო აი მიხოს ვენაცვალე სიტყვის ბასალეტა თქვი ოჯა ეგრე ალა თანაგედენა ფული ჩადებას თუ არა მთო თავში გვაგიხლე რაც გინეზე გაკეთე არა მიხოს ვენაცვალე მაგას როგორ გაკეთებ ფული იმდენი მაქვს კაცო რომ დავაწყო კენგურუ ვერ გადახტება ზედ კენგურუ კენგურუ რომელი ხო კენგურუ რა ისი რო ხტება ასე დიდზე ის ვერ გადახტება ნამდვილად დიდზე რო დაწურა შენ რა გამოგი ჩამოდანი რო მაიცა მაგდენი ფული გაგიჯო მე მაღაზია რა ჩემი ხმარი იცი კიდე გავიდა ბატონო მიხო ჰამიდი ბარე გამოიშაქრე ერთი გამყიდველი ხალი უნდა ამარჩევინოთ ლამაზი კოხთა შედიერი ეკონომისტი მაინდომა კასტინგი დაგჭირდება ჩვენ მაგისტრის კასტინგი ეგ აი საკავია ეგ აქ შეიძლება გავაკეთე ო სანამ ახლა ჩემი მარო და დედამისი მოვლენ აი ახლა თქვენ ამიდი ქალები მაიყვანე დგაიგე და მე კიდე აქ მივაწამოვაწყობ სახსა ჩემი თავი გენაცვალო კეთი ვიდა პატიოსა არა ეგრე წავიდეთ ახლა მე გაჩვენებთ სადმი და მაღაზიის გახსნე ადგილს გაჩვენებთ ადგილს და აგიხსნით და ყველაფერს სად როგორ მინდა მიდიო ნახე ის ვეთქვი და კასტინგს დავანიშნებ მაგას კასტინგს ო ეგრე წავიდეთ ხა აბა წავიდეთ კაცო წავიდეთ კაფეტები უნდა შემოვიტანო კაფეტები ბავშვებს უყვართ კაფეტები და ნაკინიც უნდა მოვიტანო და ღვინო კახური კახელებს უყვარს კახური ღვინო თედო ეს დახრი იყოს ესე თუ ავწიო ცოტა სიმაღლეზე კიდე ბიჭო ეს უნდა მარგო გენაცვალე გამყიდველსა რა გამყიდველს მარა კაცო თუ დაბალია დატოვე ეგრე და თუ მაღალია კიდე ცოტა აუწი და ეგ არის კარგი თაროები ესე დავყიდო ხო თაროები მაგრე ჯობია ხო სასწორი ხო სწორად მიდგას აქ დავტოვებ მე მგონი ჯობია დატოვე მთავარია შენებურად წონაში არ მაიტყუო ჰადა ბიჭო დასლაბადა აქ მინდა მაგიდები გავშალო რა მაგიდები კაცო კაფე უნდა გავაკეთო პატარა კაფე რა სამო ბიჭო მოკლას მზია აი ხო კაფე გავაკეთო არა ბიჭო მე მაგის კონკურენტი კაფე კი არ მექნება აქ მარტო ხინკალი და სოსისი მექნება სოსისი ო ხინკალი და სოს კარგი არის კარგია ხო და სახელი რა უნდა დაარქვა სახელი რა ვიფიქრე იცი აი კაცი რომ მიდის კაცთან სტუმრად მასპინძელი გასეურება პირველ სიტყვას გამარჯობა გაგიმარჯოს ამის მერე მე რა უნდა მიიპატიჟო აბა რა უნდა ქნაი მეც მან დავასწორე ხო და მაგას ჩემო თედო მეგრულად რა ქვია იცი რა მოზოჯი
ხო და მოზოჯი უნდა დავარქვა მაღაზია კაფეს. ჰა? მოზოჯი. რას ხამო ბიჭო, ეგ ის არ დაარქვა კაცო. ეგა კახურად ძალიან უხეშა და ჟღერს გენაცვალე. აი ეგ მოჭოსაც არ უსმენს ხალხი, რამე სხვა მაიფიქრე რა. მართალი ხარ შენ? აბა რა გავაკეთო? რა უნდა გააკეთო და მოზოჯი ერქვას, ხო, კახურად როგორც საჟღერს იგრე. მაგალითად შამო. შამო? მარა? შამო. ო, მაღაზია კაფე. შამო. გადასარევია. გეუბნები. შენიერია მომეწონა ნამდვილად. შენ იქნები აქაურობის ნათლი ათებას მედაცვალე. კაცნობიდის საქმე ხარ შამოშიო ბიჭო, შამოშიო ეკის. შამოში. შამო მომეწონა კი. აი დაკახეს. ეხლა წავედი მე უკანა. მე დაიცა, გალო, სად უკან არ გადამრიო. ვინმე მოგლოდნელა თუნდა დავადგე შვილო თავზე და შეიძლება ეხლა ჩემი შვილი უზით იქა და ფეთსა და ქერს არ შევინებენ ერთმანეთში. ეგ დამყარები ეგენ. ეთქოლო ნუ იგონებათ სისულელებს. ეთო შენი შვილია და ზედვეც არავის გააბედინებს. რა იცი შვილო, შეიძლება ჩვენ არ გვეუბნება, არ ინერვიულონო. წავედი მე კარგი ტყუილად იხეთქავ გულსა დედა. თავარია რომ ქმარს უყვარს. დედა მთილი თავს ევლება. მამა მთილი ხმას არიღებს, ეხლა მეტი რაღა ეხლა. რაც არიღებს შვილო ხმასა, მაშა ორი ტკბილი სიტყვა ენანე ბარძლის თვინა. არ იცის როგორ უნდა თქვას ეხლა რა ქნეს მაგენეთ. არა, მე წავედი ეხლა, წავედი. შენ თუ გინდა წადი უკანა. მე ვაიმე. წადი შენ, მე წავედი. ბატონაგია. გამოვა და მე. გამოვა. ხუშე გაიხარე. კიდე რა მინდა იცი ერთი კარგი ხელოსანი უნდა მომაძებნინოთ. მეტლახ კაფელის დაგება რომ იცოდეს. თავების გაკეთება და შტლები შეღება. ხო, მაგასა კარგი ხელოსანი სჭირდება. კი, ნამდვილად. ბიჭო, შენ ლეტნად ხო არ ხარ? ეხლა ეგ არ გითხრა მანაც. შენ გაჩუმდი. ერთი მეგულება, ლაყე გუჯა, მართლა მაგარია. ლაყე თუა მაგარი როგორ იქნება გაცო? ლაყე ქალებშია, წითლდება ხოლმე. ხელობა იცის. ბიჭო, ლაყე გუჯამ სად იცის იმდენი რამდენი შენ იცი, კაცო? და შენ რომ მიეხმარო რა არ გეკადრება? კარგი, ვიკადრებ. კიდე რა მინდა იცი რომ გთხოვოთ, ერთი კარგი გამყიდველი ქალი უნდა მარჩევინოთ. ისეთი ლამაზი და კარგი ეკონომისტი იყოს, რომ მყიდველი რომ მოვა, პროდუქტის ვადებს კი არ უნდა უყუროს. გამყიდველს დააკვირდეს სულ თვალებში, გამყიდველს. დაეწამლა მსაეს ხალხსა რა, გული მიგრძნობს. არა კაცო, რას ლაპარაკო? ყავს ეგეთები. შენის მითხარი სად მოიდნენ? მიხოითან მოიდნენ ერთ საათში. ნამდვილად. კარგი, წავედი მე. როლენ გივიჟეთ ახლა ეგრე კაცო, მიდი რამე, მაიტანე, წყალი იქნება, რაღაცა იქნება, ამ დრო ეგრე უდევთ ხო? ლიმონათი. ლიმონათი არა ისა კიდე, მიდი ბიჭო, ამ კიდე რა შარი. ეს ნერვიულო. შიშუგელძაღლო, შენ რამე მინერალური უნდა ამ დროშა, რომ ამიტანე აყროლებული წნილი, ვინ მივიღო, ხა? საიდან მოგიტანო ეხლა მინერალური კაცო? დაჯე, რა, მიდი დაუძახი, ჰა. იო, გამოუშვი აბა. დამძერდი ხარ ბატონი. და ბიჭო, ეხლა შენ თუ ყველა ეგრე დახვდით, 4 დღე მოუნდები აქა. ერთი წუთით. უაი. დაფიქრება ეს საჭირო. დაფიქრდი. ჩვენ აქ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მონარჩოების შემოწმებას ვაკეთებთ. აბა, კაბატონი. აბა მიპასუხეთ თუ შეიძლება. მაღაზიაში შემოვიდა მომხმარებელი. თუ მან იყიდა 3 ლარის და 70 თეთრის პროდუქტი. 70-ისა. დიახ, 70-ის. და მოგაწოდა 10 ლარიანი. თქვენ როგორ უნდა დაუბრუნოთ ქურდა მას? 5 ეკუთვნის. აი დედა.
ეს დამაქცევს მენოდვილად. ცეტო, პირიქით. ხურდა თუ არავის არ მიცა აგაშენებს ესა. შედი კაცო. ქალბატონო, თუ შეიძლება თქვენი გარეთ დაგველოდეთ ბოდიშ მოგიხდით. წყებსაც შევამოწმებ წყებსაც. დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ მომძანდით. არა, ნუ მიდი დაუძახი ეს. შემდეგი. ყველა შენიერი რაღაცა ბელია. გამარჯობათ. გამარჯობს რა. მაღაზიაში მუშაობის გამოცდილება თუ გაქვთ თქვენ, ქალბატონი? კი. აბა ეთი გითხარით და გვაჩვენეთ რა შეგიძლიათ. მადონა! მადონა მეთქი! მაიონეზის კოდი მითხარი რა? რა გინა ჯორა, მაიონეზის კოდი მაითხოვა კალმა რა. რა მაიონეზი ჩემ მოლარემ, ყველაფრის კოდი უნდა იცოდეს ზეპირად. თან ჩვენ კიდე აქ კოდები არ გვექნება მაღაზიაში. მოკლედ მოგწონს თუ არ მოგწონს? არა. ქალბატონო, დიდი ბოდიშის მოხდით, მოწიწებით და თუ შეიძლება რომ მიბრძანდეთ და თონეთან დეგველოდოთ. კარგად იყავით. კარგად იყავ, შვილო. არა, ვაიმე. ეს ნახდათ არა გამოგადიდები. არა, კაცო. სამოჟი ხლა გიგეთი კალი მაღაზიაში მია. მიდი ჰა, შეიკიდე. რა მოუ შემდეგი? ჰა. შეიძლება მითხო. Пожалуйста. მიხო გენაცალე. სისიამოვნე. ერთი შეკითხვა მექნება თქვენთან. ახლა დავუშვათ რომ ეგ მაღაზია იწვის რა. ბრასაბო მიხო, ჯვარი მეწევს. დავუშვათ და მეთქი შეშობეძავ რომ დაიფარე ეკუდი რასაც გიხარდოთ. აი, ვითომ მარა. აი პირველ რიგში რას გადაარჩენით თქვენა? პროდუქტი რომელიც მალე ედნება და მალე ფუჭდება. აი დედა, რა თქვა? ბატონო? მალე ედნება და მალე ფუჭდება თქვა. როგორ ისტრაფი გოგონა? მაგრამ ერთი ვიშტი თქვენა. არის სწორი პასუხი. გირაგით არა? ხო. პირველი მისები როლები გადაარჩინა ვინჯო. ბუხარ კასტიგებში ბატონო მიხო. შეგეცოლე, მე არ ამიყვანო შეშობეცა. გენაცვალეთ ქალბატონო. მომძანდით. თქვენ თუ შეიძლება გარეთ დაგველოდეთ და აუცილებლად დაგიკავშირდებით. აი აქეთ მომძანდით. მოდი გენაცვალეთ. ვინჯო, თენდო! ო, შეშობეცა, სადგარი. ჯავი არ დაიკარგო იმეთქი. აურე დაიკარგო ჩუკოლოტო მაიმუნ. შენ გაფუჭებული ვარ. აი დედა მოვა. ბიჭო. მე ახლა მჭირდება კონსტიტუცია. ხოდა კომისია გავა სათათბირო ოთახში. მოილაპარაკებს და თქვენ აქ ძანდებოდეთ თუ შეიძლება. ბიჭო, ეს დულო რატო იგეთი იყო ბიჭო? დედა მოვა, მაშა ბიჭო, მაშა. გადასარევი კაცო, გადასარევი. სადნახავ ისინი კაი გოგოა. ბიჭო, არიცი მოგეთ რა და. რაცა ბიჭო, როგორ თუ რა იყო ანუ ეჟია კაცო. დამიჯერე ძმაო. მარტო ეგემა გოგოი გული თვინიულის მთელი სოფელი შამოში. ვაი, სადა?
ხო, შამო დავარქვით, ბიჭო, ამ მაღაზია კაფე. ხო. შამო არა, რავი რაც გინა ეკაი, მაგარია, ნახდი. ო, მე თუ დამიჯერებ ძმაო, ეგეის ბოლო არის ყველაზე მაგარი ვარიანტი. ეკონომიკა. რა ეკონომიკა. საიდან შეატყო ახლა ის ეკონომიკა შეაძლიერია? ბიჭო, გამაგიჯა, ბიჭო, ვერ ახედავ რამოდენა ისინი პერსპექტივები აქვს მაგინენა ვატირია. გიფიქროთ. რა ვიფიქროთ, მაგრამ ფიქრი რაღაც ჩუჩუი. ეს ვინ არის? დაქ რა უნდა? ეთყობა, თედოე ახალი ცოლია. იცით მე სამუშაოზე მოვედი. ეხლა არ ვიცი რომ სანივრე უნდა დავბაროო. არ ვიცი ჯერ დეტალები. ბიჭო. მოგვიდით უკვე კაცო. ჩვენა კასტინგი გვაქვს აქ მოწყობილი. ხო, ეხლა განა ის არის რაც ჩვენ საერთოდ არა, განა ნეტა ეგრე იყო, მაგრამ ის არ არის შენ რასაც აი ფიქრო. აი დიდა მოყვა. რა საგახარ შეშუბილდაო შენ? აი დანა. მიხო და მარო. პროდუქტი ჯერ არ მიგიღიათ? როგორ არაგაცო? თავარი პროდუქტი ანგიზია. თუ მიხორი, გაიგეთ თქვენა. აჰა, იჟე შუბილდა. როდის გიხდება დენენარი და დამავიწყდა სიტყვები, ცოტა რთული სიტყვები აქვს, მაგრამ შენ სიტყვებს უნდა ენდოთ. რა ხდება აქა? ვაიმე, ხელი ცხოვრება ქალებ დავდეო და ეგე შენ შამჩი ხელში. რა სამკაცო რა? რა ვამობდა იმე ვამობდა. ამ დროს შემოვარდა ვიღაც მუდრეგი, არაფერი ზედმეტი არ მიკადრები, აგერ ცხოვრებული გოგია და მემოწმება. ოი, რა გოგია, ჯობრი მორი გააფრინა. მემრე.